დეკანოს კონსტანტინე ჯინჯარაძის შეკითხვებს პასუხობს არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. კითხვა ნომერი 3. როდის და ვის უნდა უსმინოთ და როდის უბრალოდ დავემორჩილოთ? პასუხი. ჩვენი სული უპირველეს ყოვლისა სიამაყისა და თვითნებობის ვნებითაა შთნეული. ამიტომაც ქრისტიანისათვის სასარგებლოა ყველგან და ყოველთვის ებრძოლოს თვითნებობას, უარყოს თავისი ნება, დამორჩილდეს. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი თვით ყველაზე ურწმუნო საზოგადოებაშიც კი. მისთვის სასარგებლოა იყოს მორცხვი, მომთმენი, ბუზღუნის გარეშე შეასრულოს მისი მეთხოვნა ან მითითება. ჭხილებში თუ ეს მის ან ვისიმე სულს არ ვნებს. დაიხულა ჭხილები. ეს ყველაფერი მორჩილების სკოლაა. მით უფრო საკუთარი ნების უარყოფა და მორჩილება სასულიერო პირისა, მოძღვრისა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ყოველდღიურ და არა იმ საკითხებში, რომლებიც თვით სულის ცხონებას ეხება. იმ საკითხებში, რომელთა გადაწყვეტაზე ჩვენი სულის ცხონებაა დამოკიდებული, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი რწმენა, ღვთისაკენ სავალი გზის ამორჩევა და სხვა ამგვარი. მხოლოდ იმ პირთაგან მივიღოთ რჩევა და დავემორჩილოთ, რომელთაც თვით გააჩნიეს სულიერი გამოცდილება, კარგად იცნობენ წმინდა მამათა სწავლებას და რაც მთავარია, საკუთარი ცხოვრებით მისდევენ მას. ხოლო როგორ გავარჩიოთ მეორე ხარისხოვანი, როცა ჩვენ უნდა ვემორჩილოთ მთავარისაგან, როცა ხშირად მორჩილება კატეგორიულად დაუშვებელია? წმინდა მაქსიმე ამხსარებლის სიტყვები დაგვეხმარება. თუკი მეფე მიბრძანებს იმას, რასაც დროებითი და წარმავალი მნიშვნელობა აქვს, არ ეწინააღმდეგება ღმერთს და არ ავნებს სულის სამუდამო სიცოცხლეს, მე მას სიამოვნებით აღვასრულებ.